პირველი იანვრიდან ბორჯომიდან თბილისამდე მგზავრობა უნდა გაიაფებულიყო და 5 ლარი უნდა გამხდარიყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბოლო დაპირება ჯერჯერობით არ შესრულდა. განცხადება ამ სიახლის შესახებ გამგებელმა წლის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. ეხლა ჯერჯერობით ღირს 8 ლარი და ყველაფერი როგორც მიმდინარეობდა ისე არის დღევანდელი. ისე გამგეობასთან შეთანხმება იყო მიღწეული. გამგეობასთან შეთანხმება თუ ცენტრმა არ მომაწოდა თავისი ბრძანებით ცენტრი როგორც იქიდან როგორ ყიდის ისინი ისე უნდა გავყიდო მეც. ვიდრე ავტოსადგურის ხელმძღვანელი ცენტრიდან ბრძანებას ელოდება მგზავრებს ისევ 8 ლარის გადახდა უწევთ. მძღოლები ამბობენ, რომ ბილეთის გაიაფება მათ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის. 5 მანეთს რო ანგარიშო 5 მანეთს 10 კაცს რო აქედან წაიყვანო 10 კაცს თბილისიდან წამოიყვანო 20 კაცს ხო არის 100 ლარი ავტოსადგური თავის პროცენტს დაიტოვებს თბილისი თავის პროცენტს დაიტოვებს აქ 10%-ია თბილისში 20%-ია ანგარიშო 30% 100 ლარს გამოვაკეთეთ რამდენია საწვავი ხო გინდა ზეთი ხო იმას მიშო ზეთი უნდა ერთი პერაჩკი ხომ ეს უნდა იყიდო თბილისში შეჭამო გჭებათ ფული რამე მუნიციპალიტეტის გამგებელი საპასუხოდ აცხადებს, რომ მძღოლებს გამგეობამ ეგრეთ წოდებული საქსურის 10 ლარიანი გადასახადი მოუხსნა და მათგან შეთანხმების შესრულებას ითხოვს. თუმცა აქვე ამბობს, რომ სამგზავრო მიკროავტობუსები კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მძღოლებზე ზეწოლის ბერკეტი გამგეობას არ გააჩნია. დასაკვირველია მე ვენდე და დავაანონსე როგორც მე ისე ტელევიზიამაც ეს ტარიფი, მაგრამ სამწუხაროდ პირობა არ შეასრულეს და დაანონსებული ტარიფი ვერ ვნახეთ არსებულ მიმდინარე წელს. მე ალბათ ხვალზე კიდევ მექნება შეხვედრა მათთან და განმარტებას მოვითხოვ, იმიტომ რომ ძალიან დიდი კლება არის სამგზავრო ტარიფის მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, იმიტომ რომ საწვავი გაიაფთა. ფაგრიშკა ღირს 500 მანეთი. აკუმულატორი ღირს 300 მანეთი. მარტო საწვავზე ხო არ არის. ეს საწვავი საახალწლოდ გაადვილეს, დაუკლეს ფასი და 15-დან ისევ დაიწყებს მატებას ფასი. მძღოლები იმასაც ამბობენ, რომ ხშირად 3-4 მგზავრით უწევთ თბილისში წასვლა, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს. გამგებელი მათთან კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავს. მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი დაპირება შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ტარიფის განახევრება. დღეიდან ავტობუსებზე როგორც ქალაქში, ასევე სოფლების მიმართულებით მგზავრობის ტარიფი განახევრდა. ქალაქში იქნება 20 თეთრი და მაგალითისთვის მოვიყვან მაგალითად საკირის მიმართულებას, იქ რო იყო ლარნახევარი, გახდება 70 თეთრი და ასე პროპორციულად ყველგან განახევრდება ცემის. ხოლო ავტობუსებზე, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული მარშრუტკები არის კერძო სექტორის და ჩვენ ვერანაირ ზეგავლენას ვერ ვახდეთ მათ.